გოგო, მასე ვდიანებთ. კარგად არ გივარჯიშიათ დღეს. დიანა, უბრალოდ საკმარისად არ გვიძინია. მთელი ღამე საშიშ ფილმს უყურებდით. ხო, და მუცელი კიდევ მტკივა იმ პოპკორნის გამო. კარგი რა, დიანა, ხომ გეუბნებოდით გუშინ, წამოდით დავიძინოთ, მაგრამ ისხედით უყურებდით და იცინოდით. და ახლა გეძინებათ. მაია, ეს რატონია? შენც ჩვენთან ერთად იცინოდი გუშინ, არა? გვიღუტუნებდი და ახლა ჩვენ გვაბრალებ? არაფერს არ გაბრალებთ, მაგრამ გითხარით, რომ დავიძინოთ თქო. ერთხელ გითხარი და მე ყველაზე მეტად შენ გაერთე. გოგოებო, ამ ხელ აჟიოტაჟი რის გამოატეხეთ? ყველანი ისე ხმამაღლა ლაპარაკობდით, კი ნაღამჭერით ჩემ თავზე ჩამოვარდა. ხო, მასკოტე, იმიტომ რომ გუშინ საწოლზე ვხტუნაობდით. ხო, და ძალიან შორს გადავხტით ტელევიზორზე. ხო, და მერე გაფუჭდა. ხო, გოგოებო, ეს სასაცილო არ არის, ახლავე უნდა შევცვალოთ. თორემ დედაჩემმა რომ დაინახოს? გოგოებო, მგონი სართულები უნდა შევცვალოთ. თქვენ პირველ სართულზე და მე მეორეზე. მერე ჩემს ზემოთ აღარ დაიწყებთ სიარულს. ეს რა მოთხოვნებია, მასკოტ? გოგოებო, არ წავედით? ხო, პომპომებს ავიღებ და სმაილ, როგორ უთხრა? კნოპა, ეს შენთვისაა. ხო, ზაკოთ, მიხვალ და ეთქვი, გამარჯობა საყვარელო, ეს შენთვისაა. კარგი, მთავარია არ დამოვისწეს. მეგობრებო, ჩვენ რატომ მივატოვეთ? მეგობრებო, უბრალოდ გოგოებისთვის საჩუქრების მიცემა გვინდოდა. ძალიან კეთილები ხართ, ხო? ხელებიც მიგანკალებს და მუხლებიც საჩუქარი დიდი ხანი არავისთვის მიმიცია. არა უშავ საკად, მთავარია თავდაჯერებულობა. რომეო, ამათ შეხედე, გოგოებს უკვე მართლა კარგად ექცევიან. გოგოებო, გთხოვთ უკუ ღმარდადოთ პომპომები, მერე იკუჭება. კარგი? გოგოებო, გამარჯობა. გამარჯობა ბიჭებო, გამარჯობა კალათურთელებო. მოკლედ საყვარელო, ფიქრობდი შენთვის რამე ჩუქებინა, მინდოდა რომ გამეხარებინე. მიდი. ბიჭებო, არ იყო საჭირო. ისედაც გვიყვარხართ. ნახე, საჩუქრები მოუტანეს. ხო, თან ჩვენს თვალწინ. საყვარელო, ხო იცი, შენთვის არაფერი მენანება, იაფი არ ყოფილა. საყვარელო, ეს შენთვისაა, ვიცი რომ ძალიან გიყვარს. მადლობა, ყველას ძალიან გვიყვარს. და კიდევ შოკოლადები, M&M-ებიც. ხო, მაგრამ ჩვენ დიეტაზე ვართ, ამიტომ ადრეც უნდა დავიძინოთ. სმაილ, მადლობა. ხო, ვნახავ დიეტაზე როგორ იქნებიან და როგორ არ შეჭამენ ამ შოკოლადებს. შეჭამენ და თან ისე რომ ჩვენ არც გაგვიზიარებენ. ისე ამათი ურთიერთობის გჭიროთ? არა, დიანა და სმაილი ერთად ცოტა ხანი იქნებიან. სანამ სმაილი პოპულარული ბიჭია. ხო, მესმის. რომეო, შენ და ნასტიას შორის რა ხდება? არ ვიცი, საჩუქარი შევუკვეთე, 45 დღეში იქნება. ჩინეთიდან გამოიწერე? ჩინეთი რატომ? გრენლანდია. მადლობა, სმაილ, ძალიან გამიხარდა. ახლა უნდა გაკოცო? ხო, თუ გინდა. კარგი. ძალიან მიყვარს ხლოპიები. მეც. მაგარია. ბაჭიების სახლში შევჭამოთ. მოდი გაკოცო. კარგი, გოგოებო, წამოდით, ბიჭებო, ახლა უნდა ვივარჯიშოთ. ისევ აქ ხართ? მოიცა ნორმალურად ელაპარაკე. ჩვენ ვარჯიში გვაქვს, სიყვარულის ლაპარაკი კი არა. ხო, მეც ვეთანხმები, დატოვეთ დარბაზი. ბიჭებო, ასეთი უხეშები რატომ ხართ? ვიღაცას ბაყაყების გავლენა ეტყობა. მომისმინეთ, მივდივართ კაფეში თუ არა? ხო, თქვენ და კალათბურთელები დიდ დროს იკავებთ. გოგოებო, რა გჭირთ ხასიათზე? ტიმურ, გოგოების თვალწინ არ მინდოდა, მაგრამ უკვე ზედმეტი მოგდის. დიანა ჩემი შეყვარებულია და ამას უნდა შეეგუო. ხო, და კნოპა ჩემი. დარბაზში რატო ვართ? ჩხუბისთვის თუ სავარჯიშოდ? კარგი მეგობრებო, წარმატებები და იცოდეთ არ იჩხუბოთ, მე წავედი. ხო, და თქვენ რა საკეთებთ? აიღეთ ბურთები და ივარჯიშეთ. მოიცა, რა საკეთებ? შენთვის არ მithkoms. ვარჯიში. ხო, ვარჯიში. კარგი, წამო, მართლა ავიღოთ. მასწავლებელო მაიკ, ვეგანური პიცა გვაქვს, ახალი სალათი, პასტა და ყველი. რა გინდათ? მოკლედ ერთი პასტა მინდა, ყველი და სალათი. კარგით, მასწავლებელო მაიკ, დაბრძანდით. გემრიელად მასწავლებელო მაიკ. მეგობრებო, მადლობა, მაგრამ გონი ჯერ ისე ველოდები შეგვეთას. და თქვენ აქ რატო ხართ? ახლა იოგას გაკვეთილი არ გაქვთ. მასწავლებელო მაიკ, გადავწყვეტეთ, რომ დღეს გავაცდინოთ. ხო, გუშინდელიც მერე ძალიან გუტკიოდა ყველაფერი. ხო, იოგა ყოველდღე უფრო და უფრო რთული ხდება. ბროვასტი რთული არ არის, მთავარია იცოდე როგორ გააკეთო ეს პოზები. გოგოებო, ძალიან მოუხერხებლები ხართ. არაფერი არ გამოგთით. ტომას, გეთანხმები, არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ ყველაზე ჭკვიანია. მე არ შემიძლია გაკეთება ყველა პოზა ვისწავლე, ყველა. ყოჩახ ჯიჯი, ძალიან კარგია. შენ შეგიძლია წახვიდე იოგაზე და ჩვენ აქ ვიქნებით. ლუზერებო, აქ ხართ და კაკაო სვამთ, მე გელოდებოდით მეორე სართულზე იოგასთვის. აქ რატომ ხეთხართ? კოსტია, ზალინა, აქ რა გინდათ? წადით მეორე სართულზე, მალე. მოიცა რა იოგა, მუხლები ძალიან მტკივა, ვერაფერს გავაკეთებ. მე გვერდები მტკივა, იოგას ვერ გავაკეთებთ. მეგობრებო, რა წესია ასეთი ტყუილები? იოგა პირიქით კარგი არის, ხო იცით, სასარგებლოა. ძალიან სუსტები ვართ. სუსტები ხო? ეგ იმიტომ რომ იოგას კლასს აცდენთ. მაგიტომ ხართ სუსტები. გააკეთეთ იოგა და მერე აღარ დაიღლებით ხოლმე მეორე სართულზე გელოდებით, მალე.
აუ, რატომ გვაძალებენ იმის გაკეთებას, რაც არ მოგწონს? ხო, მე მაგალითად ცეკვა მინდა. კარგი მეგობრებო, მართლა უნდა წავიდეთ, დარეგისტრირებულები ვართ. მერე მოვიდეთ აქ და ვჭამოთ. კარგი, წამოდით, ახალი მაგარი პოზა გავაკეთოთ. ვერ გაიგეთ მასწავლებელი მაიკი რას ამბობს? იოგა ჯანმრთელობაა. კარგი, მაგრამ ჩემთვის ეს ვორჯიშის ბოლო დღეა. ჩემთვისაც. ახლოს იყო. პიცა, ჩვენ პიცა გვინდა. მეგობრებო, ისევ აქ რატო შეხვდით? მიდით იოგა გააკეთეთ, გამოგადგებათ. მასწავლებელო მაიკ. მეგობრებო, უკვე წლებია მასწავლებელი ვარ და ყველაფერი ვიცი. მიდით გამოგადგებათ. კარგი ზალინა წამო, მაგრამ ბოლო გაკვეთილია. იმედია ვერავინ ვერ დამინახავს. დიმა ფეხბურთელო, გამარჯობა. მოიცადე, კარებთან რატო დგახარ? უბრალოდ ბაჭიებს ველოდები, მინდა რომ რაღაც ვკითხო, მაგრამ ახლა იცვლია. აჰა, გასაგებია, დაელოდე ბაჭიებს. გოგოებო, ეს ვარდისფერი კაბა რომ ჩავიცვა დისკოზე, კარგად ვიქნები? არა, ლორენ, ვარდისფერი საზიზღრობაა. მალე ბანიმ რომ დაგვინახოს შარში ვიქნებით. გოგოებო, იჩქარით, ახლა კი ნაღამ დავიწვით. ამდენი ხანი რაში გჭირდებათ? დიმა, დაკეტე კარი, ჯერ არა გურჩევია. ისეთი რაღაცები უნდა მოვიპაროთ, რომ ბანიმ ვერაფერი შეამჩნიოს. გოგოებო, კარგი, მაგრამ იჩქარით, ყარაულობა არ მინდა, მეშინია. ლორენ, შენი დიმა როგორი ლაჩარია, გარეთაც კი ვერ დგას რომ გვიყარაულოს. ჩემი დიმა არ არის ლაჩარი, მართალია, რომ დაიჭირონ მერე რა მოხდება. არ გინდათ ეს? აი, ეგ კლუბში რაში გჭირდება, პატარა ჩანთა, საყვარელი ჩანთა უნდა წაიღო. აი, მგონი, აუ ეს ნახეთ რა კარგია. აუ, მოიცადე მე რა ჩავიცვა, ყველაფერი XS-ია, არაფერი არ მეტევა აქედან. ხო და კიდე პიცა ჭამე და მე ელშიც ვეღარ ჩაეტევი. შენ რამდენს მიბედავ, გაგიჟდი? ჩუმა თორე გაიგებენ. ხო და ნუ მიშლის ნერვებს. კარგი ხო, ვიხუმრე, კმაყოფილი ხარ? კი, კმაყოფილი ვარ და არც გაბედო კიდე რამე მითხრა. გოგოებო, მეშინია რომ დაგვიჭირონ, იცით რა მოხდება, ვიპარავთ. რა, არ ვიპარავთ, უბრალოდ კლუბში წავალთ, მერე მოვალთ და დავკიდებთ უკან. ხო, ვერავინ ვერაფერს გაიგებს, თან აქ ბევრი რაღაც არის. იმედი არ დავიწვევით. გოგოებო, არ მესმის რა გჭირთ, რა ხასიათზე ხართ, გაბრაზებულები ხართ ჩვენზე? არა. მაშინ რატომ ესეთ სახეებს რატო იღებთ? ყველაფერს ხედავთ, გეჩვენებათ. რა უცნაურად იქცევით, მართლა, წამოდით კაფეში, სასმელს მაინც გიყიდით, იქნებ მერე გამოგისწორდეთ ხასიათი, ვერ გავიგე. აუ, რა უსამართლობა, ისინი საჩუქრებს იღებენ, თან ჩვენს თვალწინ. ხო, მართალია, და ისეთი ბედნიერები არიან. ხო, წამოდი. პიცა 4 კაკაო გვინდა ზეფირით. კარგი გოგოებო, მოგიტანთ მალე. გოგოებო, გამარჯობა. მასწავლებელი მაიკ როზის ვერ ხედავთ? მასწავლებელო მაიკ, ბრმები არიან, პატარა ბაჭიის თვალები აქვთ. გოგოებო, უნდა მიესალმოთ. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. სხვათა შორის უკვე მივესალმეთ. არა, მე დანაცე მივესალმეთ. თქვენ არა. გოგოებო, რა? არაფერი, უბრალოდ ისე ვამბობთ, როგორც იყო გოგოებო. რა ცუდია, რომ დღეს ასეთ ხასიათზე ხართ. კარგი იქნება, მოდი ვნახოთ რა მაჩუკა სმაილმა. მიდი აბა. ნახე, ბანი საჩუქრებით მოვიდა. ხო, კალთბურთელები დასდევენ მაინც რა არის. აუ ზაკ, მინდა რომ ასეთი ვარდისფერი ყუთი მაჩუქო. ხო, კარგი, მოგიტან ასეთ ვარდისფერ ყუთს. ხვალ. კარგი, ხვალ. გოგოებო, შურიანები რატო ხართ და ყოველთვის ბაჭიებისნაირი საჩუქრები რატო გინდათ? უცნაურია. უცნაური არ არის, ჩვენს გოგოები ვართ და ჩვენს გვინდა. გოგოებო, ეს რა არის ნეტა, ვერ ხვდები შეგნით რადებს. კარგი, მოდი აბა ვნახოთ. ვაუ, რა ლამაზი ვარდისფერი, ეს რა არის ნეტა? ტანის გელი არის. გოგოებო, M&M-ის ორი შეკრა მაქვს. ერთი თქვენ, ერთი მე და დიანას. არ გვინდა. კარგი. აქ რასაკეთებენ? ჯანდაბა ბლონდი ისე მოიქეცე თითქოს არ გადარდებს რასაკეთებენ იქ. არა, მაინტერესებს. მგონი რაღაც ვარდისფერი ბოთლია. რატო იქცევით ასე უცნაურად? კარგი, შემდეგი გავხსნათ. რა არის? ვაიმე, პატარა ბრჭყვიალა ხსნარია, ნახეთ. როგორი ვარდისფერია, ძალიან საყვარელია. ისეთ რაღაცეებს გჩუქნის დიანა მგონი სუნიაგდის და უფრო უნდა მოუღარო საკუთარ თავს. ნასტია, რა? არაფერი, უბრალოდ სმაილი ისეთ საჩუქრებს გჩუქნის, მგონი რაღაცაზე მიანიშნებს. გოგოებო, დღეს როგორი მეგობრულები ხართ. კარგი, ჩვეულებრივი, კარგი საჩუქარია, დაწყნარდით. კარგი, შემდეგი სხეულის ბრჭყვიალები და სახის მასაჟორის არის ეს მგონი. დიანა, ცნობისთვის გუაშა ქვია. მაგარია გოგოებო, ეგ არ ვიცოდი. კარგი, გავაგრძელოთ, გააგრძელება. რა საყვარელია, ქოქოსის ტანის ლოსიონი, ქოქოსის სუნი მექნება. ქოქოსი?
ქოქოსის სუნი გძულს. თუ ვინმეს ქოქოსის სუნი აქვს, ეს არის დიანა. კარგი, შემდეგი რომელი გავხსნა? ბაყაყები უკვე იცინიან. არ ვიცი რა აცინებთ. კარგი, გახსენი. ცარიელია? სმაილმა ალბათ რაღაც მოიპარა. ხო, ამის გამკეთებელი არის. ჰა, გოგოებო, ძალიან სასაცილოა. მოდით კიდევ გავხსნათ. ამებს ვიყენებ, რა საყვარელია. გოგოებო, თქვენი კაკაო? მადლობა პიცა. შეგიძლია ეს გაგვიკეთო რძით? ბანანის რძით 4 პორცია. ჩვენ არ გვინდა. კარგი, თუ არ გინდათ იყოს ეგრე. კარგი, გოგოებო, მაია, ნასტია, ასე ხასიათზე რატომ ხართ? ალბათ კრაზანა მოკვინა. ხო, და ლიმონიც მიირთვეს. არ შეიძლება რომ ერთხელ ცუდ ხასიათზე ვიყოთ? სულ ვერ გავიღიმებთ. ძალიან კარგია, გლოსი. ხო, სმაილ მომაჩუქა ესენი. ყველაფერი რაც მიყვარს, 5 მაჩუქა? ხო, ისეთი ყურადღებიანები არიან. გოგოებო, არ გგონიათ რომ ბიჭები გეტენებიან? ხო, რაღაც ცოტა ისე იქცევიან, კრინჯულად. იცით რა გოგოებო, მგონი ცოტა შეგშურდათ. სხვათა შორის, თქვენს გეყოლებათ ვიღაცები, ვინც აჩუქრებს გაჩუქებენ. კი, რა თქმა უნდა, ჩემი მომავალი შეყვარებული პორშეს მაჩუქებს. ხო, და მე მინდა ბეჭედი, ალმასის, ესენი არ მაინტერესებს. ხო, რა თქმა უნდა, თქვენ ხომ პრინცესები ხართ, რომლებიც თავიანთ პრინცელდებიან. გოგოებო, რა მნიშვნელობა აქვს რა ღირს საჩუქარი? მთავარია ყურადღება. ხო, ყურადღება. და მთავარია რომ გულიდან მოდიოდეს. რა საშინელებაა. მე მომწონს ზუპ, შეგიძლია ესეთი მიყიდო ზუსტად, მოიცა სურათს გადავუღებ. გოგოებო, რადგან ყველაფერში ბაჭიებს ვაწევთ, ხო არ გინდათ რომ კალათბურთელების გავხდეთ? და ჩვენთვის არ გახდებით? არა, მე ვარ კალათბურთელი. ზაკ, შოკოლადი მინდა. მოგლეთ მეგობრებო, რაღაც წესები გვჭირდება რომ არ ვიჩხუბოთ. წესი ნომერი 1, ჩვენ გოგოებს თავი დაანებეთ. ამ სკოლაში ბევრი გოგო არის და მათთან ერთად იყავით. ხო, ჩვენ ურთიერთობაში ძალიან ერევით. ჩვენ ერთად ყოფნას კი არ გიგრძელოთ. თუ გინდათ იყავით, მაგრამ ჯგუფი არის. თქვენ კიდევ მხოლოდ გოგოებზე ფიქრობთ. და სმაილ არ დაგავიწყდეს რომ დიანა მოგწოს და მეც მომწოს დიანა. მაგრამ როგორც იცი დაგითმე, ამჯერად, იმიტომ რომ ჩემი უფროსი ძმა ხარ. კარგი, როგორც ჩანს ჩვენ ერთმანეთის აღარ გვესმის და ალბათ საჭირო იქნება რომ ჯგუფი დაიშალოს. რა? ხო, ახლებს ვიშოვით. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ჩვენ ჯგუფში უნდა ყოფნა. მოიცადე, ახლა ცდილობთ რომ შეგვაშინოთ, ხო? სმაილ, ხო იცი რომ შემიძლია თავისუფლად რომ კაპიტანი ვიყო. შენზე მეტი შანსი მაქვს და უფრო მაღალიც ვარ. კარგი, მეგობრებო, გეყოფათ, დაწყნარდით, თორემ მართლა დავიშლებით. მომისმინე ბავშვო, ორი რაღაც დაიმახსოვრე. შენ ჩემ დიანას პროზუს ვერ წამართმევ და ვერც ამ ჯგუფის კაპიტანი ვერ გახდები. გასაგებია? მართო ჩემო რა სიგიჟეა. ძალიან სუსტები ხართ, ასე სუსტები არ მინახავს ჩემს ცხოვრებაში. შენ ეს დაიმახსოვრე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა ხარ, ახლა თავისუფლად ავდგებოდი და მოშთვალში გაგარტყამდი, მაგრამ გაგიმართლა, ლუზერები შემოვიდნენ. წამო რომეო. მორჩა, ჩვენზე გაბრაზებულები არიან. ეგ არაფერია, იქნებიან ცოტა ხანი გაბრაზებულები და გადაუვლით. მალე ჩემპიონატი იწყება. ჩვენთან მოვლენ და შეგვეხვეწებიან რომ მომამზადოთ. და თქვენ ლუზერებო, როცა ვლაპარაკობთ, ხვრელი შეწყვიტეთ. რა, ეგ ვის უთხარი? ლუზერებო? რა ლუზერებო? ყველაფერი გივა. ხვალ უფრო რთული იქნება. იან, რა უკრათ, თან ხიძე ყოფნა და თან ფეხის აწევა შეუძლებელია. რა, მე ვერ გავაკეთე? ხომ გავაკეთე? ესე იგი რეალურია, ბავშვებო, რეალურია. აუ ეს იოგა მომკლავს მართლა. გოგოებო, ლედი ბანის სახლში არ წამოხვალთ ჩვენთან ერთად? არა. სერიოზულად, ჩვენთან ჩხუბი გინდათ? რის გამო? უბრალოდ სახლში წასვლა გვინდა. ხო, მაია მოდის ჩემს სახლში. მასკოტ, ეს გაიგე? რა სჭირთ ამათ, ხომ არ იცი? გოგოებო, ძალიან გთხოვთ, მე ამ ამბავში არ გამრიოთ, მაგრამ ისე ნასტია და მაია, ვიცი რას დაგემართათ. მგონი მეც ვხვდები. გოგოებო, იცით რა, თუ ეს მართლა შური არის, მოდი არ ვიჩხუბოთ. არ არის პრობლემა. შემიძლია მოგცეთ ჩემი საჩუქარი მეგობრები ვართ არა? უბრალოდ სმაილმა არ გაიგოს. კარგით? დიანა, მართლა გგონია რომ შენი ნივთების გშურს? ხო, წადით თქვენს კალათბურთელებთან. ალბათ მოენატრეთ უკვე ძალიან თან. მიდით. გოგოებო, ან შევრიგდებით და ლედი ბანის სახლში წავალთ, ან ძალიან დიდი ჩხუბი მოხდება აქ. ხო, და მე ერთი წელი იტირებთ. გოგოებო, საკმარისია, უნდა შევიგდეთ, როცა ჩხუბობთ კუდი მიგანკალებს. გოგოებო, გამარჯობა. უი, გოგოებო, აი კალათბურთელები, მოგაკითხეს უკვე. ბიჭებო, ერთი წუთით მეგობრული გარჩევა გვაქვს. ხო, ჩვენთანაც არ არის, მანდა მაინც კარგად საქმე, ვიჩხუბეთ. არა, ჩხუბი არ არის, თქვენთან ურთიერთობა ისედაც ვისჭირდება. რომეო, დღეს შენ სახლში ვრჩები. კარგი ბავშვო, რა პრობლემაა? კარგი ბიჭებო, ერთი წუთით უნდა ვისაუბროთ. აბა, მივდივართ ლედი ბანის სახლში? არ ვიცი, რაღაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად.
გოგოებო, სუფთა. გოგოებო, მოდით ჩქარა. აბა წავედით? ჯანდაბა, ჩანთა დამრჩა იმამი. მე არ შევა. მეგობრებო, გამარჯობა. გამარჯობა. მოკლედ გოგოებო, უნდა წავიდეთ. ჩემი ჩანთის garaშე ვერ წავალ. ჯანდაბა კოსტემ და ზალინამ შეგვამჩნიეს უკვე. არიციან ბანის ტანსაცმელი რომ გვაცვია. და მე რა? ვერ წავალ მის garaშე, ყველაფერი იქ მოქვს, მჭირდება. კარგი, ხო, ავიღებ. უკვე ხომ გითხარით რომ გამარჯობა ფეხბურთელებო. გამარჯობა ბაყაყებო. ისეთი ლამაზები ხართ, სად მიდიხართ ასე გამოწყობილი? ეს ტანსაცმელები აქამდე მინახავს. რა თქმა უნდა, ბანის ტანსაცმელებში არიან. რა იყო იპარავთ? ჯანდაბა ბაყაყებო, არ უთხრათ, გთხოვთ. არ მოგვიპარავს, უბრალოდ გამოვიყენეთ. წავალთ და მე დავაბრუნებ. გოგოებო, თქვენი ძალიან მიგვირს. სხვების ნივთებს იპარავთ. დიმა ფეხბურთელებო, გიჟები ხართ, სხვის ნივთებს რატომ იღებთ? ბანი არც ჩვენ არ მოგწონს, მაგრამ მაინც ვეტყვით. არა გოგოებო, გთხოვთ, ყველაფერს გავაკეთებ, დავკიდებთ უკან მართლა, გთხოვთ. დავივიწყებთ კლუბს, არ უთხრათ. ხო სირცხვილია ბაყაყებსაც კი არასდროს მოუპარავთ ბანისგან. გონი მოვიპარეთ. არა, არ მოგვიპარავს თქო. კარგი, უბრალოდ დავაბრუნებთ. არა ბლონდი, ბანის დაუძახე. სად არიან ნეტა? გონი კარადებთან არიან ხმა მესმის. ჯანდაბა გოგოებო, გაგვიშვით, ხვის ნივთს აღარასდროს აღარ ავიღებთ. უკვე გვიანია. კარგი გოგოებო, არა, სმაილს აკად წამოხვალთ ლედი ბანის სახლში. გოგოებო, თქვენ ზავს დავალდები, იქნებ ტელეფონზე მაინც მოვგვარდეთ. მაია, ნასია, ასე რატომ იქცევით? თქვენ ხო ერთი ჯგუფი ხართ. და თქვენს ტიმურ და რომეო ძალიან დებილებივით იქცევით. ბიჭებო, მუდირით. გამარჯობა დიანა, გამარჯობა. გინდა ისეთი რაღაც გითხრა რომ დაეცემი? ესე იგი ყველაფერი დღეს რატო ხდება? ბლონდი თუ ნამდვილი ამბავია გისმენთ და თუ უბრალოდ ჩვენი დროის დახარჯვას ცდილობ, მაშინ არ გინდა. დერეფანში გოგოები იდგანან თქვენი ტანსაცმელებით ძალიან ლამაზები არიან. რაზე ლაპარაკობთ? რას გულისხმობთ ჩვენი ტანსაცმელებით? ვინ არის ჩვენს ტანსაცმელებში? გოგოები. მოდით და ნახეთ. ხო, მაგრამ თუ იტყუებით. აი, გამარჯობა ბანი. არ მოგვიპარავს. უბრალოდ მინდა და კლუბში წავსვლა ბოდიში. ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთეთ. ვიცით. ფეხბურთელებო, ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ჩვენს ოთახში შესულიყავით ჩვენი ნებართვის გარეშე? ეს უკვე ზედმეტია. ჩემი ორი კაბა გაცვიათ? ბოდიში, არ ვიცოდი შენი კაბა რომ იყო, მე მეგონა დიანასი იყო. და ჩემი კაბა რომ ყოფილიყო რა, უფლება გქონდათ რომ ჩაგეცვათ? ახლა წაიღეთ სახლებში, გარეცხეთ და ისე დაგვიბრუნეთ. მადლობა დიანა მხარდაჭერისთვის, გარეცხავენ სახლში, გაიგეთ? არაფერსაც არ გავრეცხავთ, 5 წუთი გვეცვა მხოლოდ, შეგიძლიათ წაიღოთ და თქვენ გარეცხოთ. რა, გაგიჟდით? დიანა, მგონი, ჩემი აზრით უნდა გაუმკლავდე. ნასია, არა, ჩვენ ბანი ვართ. მე რა დიანა რომ ბანი ვართ, ყველაფერს ვაპატიებ, მაგრამ ჩემი კაბების ჩაცმას. ნასია ამას არ პატიობს. ნასია ამას არ პატიობს. ბანი, შეგიძლიათ რაც გინდათ გააკეთოთ, მაგრამ თქვენს ადგილას გავუმკლავდებოდი. ახლავე გავუმკლავდები. ნასია, გაჩერდი, არავის ცემა არ არის საჭირო, დაწყნარდი. იცით რა, იღბლიანები ხართ, რომ ბანის გუნდის კაპიტანმა ასე თქვა, თორემ მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ უნდა დავწყნარდეთ და ლედი ბანის სახლში წავიდეთ, ფილმს ვუყუროთ, პოპკორნი ვჭამოთ. არა, უნდა დავიძინოთ. ხო, წავიდეთ ლედი ბანის სახლში და დავიძინოთ. ნასია, წავიდეთ? მივდივართ ლედი ბანის სახლში. ჩვენ რა ვქნათ? წაიღეთ ეს კაბები სახლში, გარეცხეთ და ხვალ დაგვიბრუნეთ. მეორედ დაუკითხავად აღარასდროს შეხვიდეთ ჩვენს ოთახში. გასაგებია ყველაფერი? ხო, თორემ მე ნასია საკმარისია. კარგი, დავწყნარდით, წავედით ბანის სახლში. აუღა რა ვქნათ, შევიდით? გონი კი. ბავშვებო, შური როგორც ხედავთ, ძალიან ცუდი რაღაც არის. მეგობრებიც კი შეიძლება დაკარგოთ შურის გამო. ამიტომ ფრთხილად იყავით. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და დავიძინოთ. კარგად. კარგად.